Coca-Cola როდესაც ადამიანს გმირად ირჩევს, მას ცდილობს რომ რაღაცა გაუკეთოს. ხო და შენ შემთხვევაში Coca-Cola მიიღო გადაწყვეტილება და რამ სიმძიმეა, ამაზე მძიმე ვერ გააკეთეთ. რომ Coca-Cola-ში ჩაგიტარონ ტრეინინგი, ნახე, აწერია, ტრეინინგი Coca-Cola-ს გუნდში და ამ ტრეინინგის შემდეგ გაყიდვების მენეჯმენტში, ამ გავლილი ტრეინინგის შემდეგ დაგასაქმო კომპანიაში. ანუ შენ გექნება სამსახური ყველაზე მაგარ კომპანიაში. მაგიტო მე ვიცოდი რომ შენ სამსახური შენი უცნება იყო და ეს შენი ყველაზე დიდი სურვილი იყო და ამიტომ იმუშავებ ეს შენ მაინც გქონდეს ჩვენგან სამახსოვროდ იმ სიმძიმეა რა ვიცი მე. თუ ესე იგი სამახსოვროდ და Coca-Cola-ს გუნდში რომ იმუშავებ ყველაზე მაგარ კომპანიაში ყველაზე მაგარ კაცთან იმუშავებ შენ. და ეს სათვალე, ქუდი, ყურსასმენები, მაისური და ყველაფერი რაც Coca-Cola-ს ზურგჩანთაში დევს და ჩუქნიან. წავედი სკოლაში. სკოლაში უნდა ისწავლო. ძალიან მაგარია, როდესაც ესე თვითონ უზრუნველყოფენ რომ გასწავლონ და მერე დაგასაქმო. ამჩერა, ერთო მომკალი. კიდე რამე უთხრა Coca-Cola-ს? ღმერთო მომკალი ამ. მოდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მინდა რომ ბატონ თემურ ჭყონიას მადლობა მოვუხადო ბატონ გოგა რობაქიძეს და მის თანაგუნდელებს. დიდი მადლობა ყველას. მეტი სიტყვები მას ახლა შემიძლია, ეხლა როგორ დგავარ და რომ მიჭირავს ეს, არ ვიცი რა. დიდი მადლობა თქვენ. რას ამბობთ? ძალიან დიდი მადლობა Coca-Cola-ს რომ არჩევს გმირებს ჩვენი ეთერიდან და შემდეგ მათ ცხოვრებას უცვლეს. უღრმესი მადლობა.